ქართულ საზოგადოებასთან არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ხირსეულად გამომკლავდით არჩევნების შემდგომ გარედან დაფინანსებულ რევოლუციურ პროცესებს, შევინარჩუნეთ ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევებითაც ცხადად დასტურდება. ბრიუსელში სამჯერ გაიმართა მშელობა საქართველოს საკითხზე, სადაც სანქციების დაწესებას და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებას განიხილავდნენ. ბოლოს კი ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი და მთავრობას უყენებს პირობებს, მათ შორის ითხოვს გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვიზა მიმოსვლის გაუქმებით იმუქრება. ლოგიკურად ჩდება კითხვა, რა საერთო შეიძლება ქონდეს გამჭვირვალობის ან ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს ვიზა ლიბერალიზაციასთან. ცხადია, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ გლობალური ომის პარტიის მიერ კოორდინირებული ევრობიუროკრატია ცდილობს რაიმე სახის საფუძველი მოუძებნოს მისი ხელით წარმოებულ შანტაჟს და ზეწოლას. დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება. ამისის მისაღწევად კი, როგორც აღნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს არის ტექნიკური საკითხი. შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით. ხა რა არის ეგზისტენციური საკითხები. ეს არის მაგალითად მშვიდობა, სტაბილურობა, პირველი საკითხი, ხო? ეს კანონი, პირველი გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, ფარას კანონი, სამივე კანონი არის მიმართული სტაბილურობის დაცვისკენ. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში, გინდა უვიზოცადი მე სხვა ქვეყანაში და გინდა ვიზით.